ესე იგი ეხლა ცოტა დამაგვიანდა ბოდიში და აქეთ რომ მოვდიოდი მოურბოდი და ჩემი მეზობელი ნაირა შემხვდა გზაში. ხო და სად გარბიხარო, სად მიდიხარო და მეოთხარი გადაღება მაქვს გადაცემის და ჯაჯანიძე უნდა ჩავწერო მეთქი და ვაიმეო ჯაჯანიძე ისე მიყვარსო, ისე რომ აი იმის იქით რომ აი მეტი რო აღარ არის და შენ ძალიან მიყვარ ხარ, მაგრამ ორი გიჟი ერთად რა უბედურებაა. კბილებზე პომადა რატო გისვია? კბილებზე პომადა გისვია. გარბიც წამესვა. წაგესვა. და კი მაგრამ ეს შუბა რატო გაწვია უკუღმა? ვაიმე უკუღმა მაცვია? ვაიმე რა შიგა მაქვს გამომართვი ეს რა. სადე დედა რა ლამაზი შუბაა და როგორ აფუჭე. ვიტყვი ახლა. თან შეხედე, ამას მან მიმალავდი გოგო. ამას მიმალავდი. მოდი დაგიმაგრო. დაგიმაგრო. თითი რომ მომიხვდეს ხო არაფერია? არაფერი პრობლემა არ არის. აჰა. ჯერ არ მოგხვედრია თუ? ჩემ გადაცემაში ყველაფერი მოსულა. ხო. შენ გადაცემაში არ ვიცი, მე მგონი შენ გადაცემაში მოსულა. უკვე ყველაფერი მოსულა, ოღონდ ჯერ ცოტა აღარ მოსულა. იმიტომ რომ მე რომ მოვდივარ ხოლმე რაღაცა არავინ არ მზღუდავს დიდად, რასაც მინდა ვლაპარაკო. იმიტომ რომ ჩვენ ობიექტური გადაცემა ვართ. მე აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაღაზია ლოლას, რომელიც მდებარეობს პეკინის 22 ნომერში. აი ესეთი არაჩვეულებრივი შუბის გამო, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი რაღაც ჩამოცვეს, უღრმესი მადლობა მათ. მოკლედ მეგობრებო, აი ესე შემომიჩდა გია და ვეღარ წარვადგინე ეს გადაცემა, რა ყველა მისადაც იცით რომ ეს არის გადაცემა მეგობრობის დღიურები. მე კი რასაკურველია მისი ერთადერთი და უალტერნატიო წამყვანი ნინო ადამაშვილი ვარ. უალტერნატიო წამყვანი ვარ ჩემი გადაცემის. ჯერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემი თანაკლასელი ბატონი გიორგი ჯაჯანიძე. აი ბავშვობის მერე მე მგონი ესეთი ახლო შეხვედრა მე და შენ არ გქონია და თან გადაცემასაც მეგობრობის დღიურები ქვია ბარემ. იცი რა არის? მე ერთადერთი მიზანი მქონდა შენ გადაცემაში მოხვედრის რომ მაყურებელს ვაჩვენოთ რომ 57 წლის ასაკში როგორ გამოიყურები. შეხედეთ. როდესაც ერთ კლასში ვისხედით, ვოცნებობდით იმაზე რომ გავიზდებით, მე გავხდებით ყველაზე რეიტინგული ტელეწამყვანები და ასე შემდეგ. გია იყო ძალიან პატარა, ტანით, მე გიაზე მაღალი ვიყავი, მაგრამ კერდი მქონდა 0 ზომა. და მე გია მითხარო სიზმარში ნახარო, კურდღლის ქონი და რაღაცა პლუს კიდე მინარევები მომიტანა მოკლედ და ეს უნდა წამესვა მე და მე გამეზდებოდა მკერდი, 1-2 ზომით მაინც. წავისი და გამეზარდა, აღარ ჩერდება ეს მკერდი და მაყურებელი რომელიც ფიქრობს ხოლმე რომ აი რატო? აი ამიტომ. და რა იყო ეს? ანუ შური იყო? შური? შური კი არ იყო, ისეთი ლამაზი თვალები ქონდა, ტუჩები ქონდა საოცარი, ყველაფერი თავის ადგილზე ქონდა, ერთი ძუძუ არ ქონდა. მოკლედ, მოვიძი იადგარდაუდში, რომ რით შეიძლება გლეხურად გაიზარდოს ძუძუები და კიდე სხვადასხვა რაღაცებს ზრდის კურდღლის ქონი. მართლა? იმდენად მიყვარდი, ჩემთვისაც რომ მინდოდა, ჩემთვისაც რაღაცები გამეზარდა, მომეცი ხელი. ისიც შენ მოგეცი. მე არა ვარ ანომალიური. ეს შენ გამიკეთე მე. მიჩიგლე. არა, კომენტარებში წერიხო რომ ძროხა და უმეტესობასთან რო გადავდივარ, მართლა 0 ზომა მკერდია. არა, მომისმინე ინდოეთში ყველაზე მიღებული ცხოველი. ყველაზე წმინდა ცხოველი, იმიტომ რომ ძროხას არც კლავენ. ისეთი წმინდა ცხოველია. ამიტომ რომ მოგწერენ ხოლმე შე ძროხა მიწერე მადლობ. მე შენი მაყურებელი ვარ. ხედავ რომ ყოველთვის გილაიქებ, ყოველთვის კომენტარებს გიკეთებ. კი, და პირადშიც მოგიწერია და კი, ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ზოგს გონი ხარ დებილი, ზოგს გონი ხარ სულელი, ზოგს გონი ხარ მაგრამ მე ვიცი რომ შენ ჭკვიანი ხარ. ეს არის შენი როლი, ფანტასტიკურად ასრულებ ამ როლს
და მოკლედ აი ესე მივდივართ რიხი-რიხინით. ხა ცოტა დაგცხად ჩვენ და გავიხადეთ, მე შუბა გავიხადე, ხოლო გიამ კურტკა გაიხადა. ნუ კურტკა რა, ქურთუკი, მაგრამ ზოგადად მაინც სლენგებით საუბრობ. აი, რა სიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის ყველა გადაცემაში საუბრობ ხოლმე სლენგებით, ანუ რუსულ სიტყვებს ვიყენებ. ძირითადად რუსულს. არ ვიცი. როგორც დიდი ტელეწამყვანი, პატარა ტელეწამყვანს რა ეთყოდი? რაც შენს გულს გაუხარდება, ისე წაიყვანე. მე უყურებ, მომწონს, სულ კიდია რანაირად მიყავს, თავარია რომ აი ძალიან მაგარია და სულ ხალისობ ხოლმე და იუმორი ხო იცი როგორ აცოცხლებს ადამიანს. და მონტაჟის დროს კიდე არ ამოჭრათ, ეხლა რასაც ვიტყვი. რა მაინტერესებს იცი? ეხლა ხუმრობის გარეშე რომ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, განათლებული, ძალიან ბევრი რამე იცი. მიყავს ასეთი გადაცემა, რომ ადამიანები გააცინონ. ზოგი ვერ ხვდება შენს იუმორს. კი. აი იმ კომენტარებს ვეპასუხები ახლა რომ გლანძღავენ ხოლმე. ანუ იმასაც ვერ იგებენ, რომ რაღაცით უნდა გახალისდეს და აი ის იუმორი დაიჭიროს. ნუ ეს ისე გააგრძელე, როგორც მე მლანძღავდნენ ჩაცმის გამო შოუში, ამ დროს შოუ არის სანახაობა და კი, მეც მლანძღავენ და ეხლა გამლამძღავენ. არა უშავს, მე რა თვითონ ჩაიცი. ესე შმაკის მოციქული რა იყო? არა, ეს იცი რა არის? თეატრალური ნიღაბია, ხო? ნიღაბია და თან კიდე არის ყველაზე მაგარი მინიშნება. დააკეტე ენა და პირი დააკეტე თუ არა. მოვა დრო რომ დაგიკეტავს ღმერთი და ამიტომ გაჩუმდი. ეს არის ნიღაბი და გასაღები. რატომ არა აქვს ცხოველებს ვალი? რა აქვს? ვალი. ვაი, მე აქ ორივე ვერ დავეტოვე. დავეტიოთ აი ესე. გოგო, ვალი არ აქვს ცხოველი? მე არა მაქვს ვალი და εσύ ცხოველი ვარ. სანამ ცხენებთან ამალთ. მოდი შეხედე. შეხედე როგორ ირემი ვიცევს. აი ახლა დეტა გეცეს და გიკბინოს. იცი რა მაგარი იქნება კადრში და გახდები ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც ზაღლმა დაგლიჯა. ესეთი ბოღმა როგორ უნდა დაიბადო? შეში და ზაღსაც კი ეშინია შენი გადაბირიე, კარგი რა. შენ ხარ მუქთახორა. გია ჯაჯანიძე არის მუქთახორა, იმიტომ რომ ნინო ადამაშვილმა უნდა შეუგროვოს ბეტონის ფილები, კი არა და მარმარილოს ფილები, გაუკეთოს კიბე იმისთვის, რათა გია ჯაჯანიძე ავიდეს და ცხენზე დაждდეს. უსინდისო. ნინო ადამაშვილი მუქთახორაც არის, როხაც არის. ისე მშვენივრად იკუზები არა უშავს. რატო არ უნდა დავიკუზო? კი. მე მგონი ორი აგური კიდე მჭირდება. შენ არ მიყურო, თორე შენ ისეთი ჩათლახი თვალი გაქვს. ჩათლახი შენ ხარ, რატომ ლანძღავ? აუცილებლად ჩამოვარდები, ახლა შენ თუ შემოვხედავ. აი ეგრე. არ შემიძლია, დაიცადე ერთი წუთი. არ შეგიძლია, იმიტომ რომ პატარა ხარ და მოკლე ხარ. მოკლე ფეხით, გაიწიე იქით, გაიწიე. რანაირად გავიწიო, კაცო, ხელი. შენ გადაშენ. არა უშავს გია, სიბერემდე სიქაჩლეო, ხო იცი? აჰა. მართალია რომ ჩვენ რაღაცნაირად კარგად გამოვიყურებით, იმიტომ რომ ეკრანზე ვართ და რაღაცა, მაგრამ ასაკი მაინც. ასაკი. ესე ჩაუდო კასპელმა ქალმა ჭიათურო მამაკაც ძალიან ჩვეულებრივად. რა ჩაუდო? რა ჩავიდე? შემდეგ შეკითხვას დაგისვა, ხა? გია, როგორ ფიქრობ? 5 ვილკიან გამანაწილებას მაინც ტრაინიკი რატო ქვია? შეკითხვას მისაი. და პირველად გაიგე რომ გადაცემაში რომ მოხდა შეკითხვები რომ დაგისვა? რობოტს შენ სევდას გაუზიარებდი? სულ რობოტებს არ უზიარებ ჩემს სევდას. შენ გონია რამით განსხვავდებიან ისინი ვინ ჩემს სევდაზე ველაპარაკები?
გია სიძულვილისენით გილაპარაკია, ან ილაპარაკებდი? კი, დიდი სიამოვნებით ახლა გაგინებდი, მაგრამ ეს სიყვარულით გიყურებ. რატო უნდა მაგინო? აუ, ისე, არ ვიცი, რაღაც მე მიყვარს სიყვარულით გინება. ხომ, სიყვარულით გინება რანაირად უნდა მაგინო ახლა? აი, მაგინო და თან ვიყო, ისა რა ქვია. მომღიმარი, აი რაღაცა ესეთი თბილი სახე მექნება, მოსიყვარლი და თან გაგინო. არა, просто შენ ხარ ბოღმა კაცი და იმ. საიდან თელ ამდენი წელი ვიცხოვრე და ჩემზე არავის უთქვამს რომ ბოღმაა. მე ხო ვიცი, მე და შენ თმებს რომ მიწიწკნინდი და ერთ მეხზე რომ ვიჯექით, იქიდან ვიცი რომ ბოღმა ხარ. კიდე რას გიშვებოდი აბა თუ გახსოვს? მეც არაფერს ახლა 6 წელი ესე ლიპიზორს ასეთ კაბ და კაბ. რეზინს ესე. ლიპის ადმეკეთან მუზომიან კალს. გია, რომელი კიდური გინდა რომ მაგალითად აი ზედმეტად კონდეს კიდე? ახალი კიდური თუ სხვა ფორმა რო კონდეს თუ რა ვერ ვიგებ. არა, მაგალითად კიდურები ხო, რამდენი გაქვს, ხო? ორი ხელი, ორი ხო, და ერთი რო კიდე 3 კონდეს, ორის მაგერა. მეტი არ მინდა. ესეც საკმარისია, რაც ღმერთმა მომცა, მე მადლობელი ვარ. როგორი დავდაფარი. გია, რამდენი ხარ? სხვათა შორის მაგარი კითხვა დამისვი. აი ესეთი ფილოსოფიური კითხვა ჩემთვის სერიოზული. ხომ არა, რიტორიკული კითხვაა და პასუხიც აქვს ჩემგან. არა, სერიოზული კითხვაა ეგ ჩემთვის და ძალიან სერიოზულად მივიღე. მე ვარ ძალიან ბევრი, მე ვარ უსასრულოდ ბევრი. ეხლა ვდგევარ შენს წინაშე ნამდვილი. და ისინი სად არიან დანარჩენები? კარგი იყო? დანარჩენები ეხლა ერთი სამსახურში ის. ერთი მანქანას მიაქროლებს. ერთი და ის მუჭა ნახევარი როა ის სად არის? აი მაინც მომაწყო შე გათახსირებო. გია, რომელი მეტროსადგური გაგონებს შენს თავს? ვაიმე, იცი რომელ სადგურს გევარ? აბა. მეტრო დიდუბეს. რატო? აქედან და იქიდან რო ჩანს მატარებელი და ესე რო შვები. მოდი ვიცერქოთ. მუსიკა? და შენ იმდარა რაც გიყვარს. შინ მოუსვლელო სადახარ შენ ხომ თბილისი გიყვარდა ვაჰრა კარგია 121 თეთრი ვარდებით გადაჭიმული ნაშა კოსტუმს გახურებდეს ჩემო გოგო არ გაცივდე შენ ხარ ჩემი ბოლო ლუკმა იმიტომ რომ აი ბავშვობის ოცნება ესე რომ გეტყვი მედი გოგო მოდი გვერდზე მომიწექი შენ როგორ მეტყვი მე გეტყვი რომ გია მე ესეთი ბედნიერი ვარ რომ მე არ მაინტერესებს მე არ მინდა შენი ბოტოქსები ფილერები პლაზმოლიფტინგები ბიორევიტალიზაციები ანუ არაფერი მე შენი ყველა ნაოჭი მიყვარს აი ესე გეტყვი მე მიდი არი კიდე ჩამოგიყვანრა, კაი იყო. და ბოლოს გია ჩვენ გვაქვს ხოლმე რუბრიკა, სადაც გადავცემთ საჩუქრებს, ჩვენ სტუმრებს. და აქედან გამომდინარე მე ვიფიქრე ხა რა ვაჩუქო და შენთან თან სახში სტუმრად რო ვიყავ, იმდენი ქვები გაქვს. შენ თვითონ ახარ თავად ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტი და ვიფიქრე რა ვაჩუქო და ერევანში ვიყავი წასული ნამზაფხულს ქართული კულტურის დღეები იყო და ერევნიდან ჩამოგიტანე აი ეს ქვა ნახშირი და ძალიან დიდი სიყვარულით მინდა რომ ეს ნახშირი გაჩუქო და ეს იქნება იშვიათი ქვა რომელიც შენ გექნება ჩემგან ძალიან დიდი მადლობა ქვა ნახშირისა და შავი ნაცარი და უბედურების ჩუქებისა. მე გეტყვით რომ ეს გახლავთ გადაცემა მეგობრობის დღიურები, მე კი რასაკვირველია მისი ერთადერთი და უალტერნატივო წამყვანი ნინო ადამაშვილი ვარ. ვიყავი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე მინდა რომ ერთი ფატალური ინფორმაციით დაგემშვიდობოთ. რამე თუ ინტერნეტში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით ნინო ადამაშვილი მოკვდეს
რომელიც ძიეზით არის მონიშნული. იცით, მე ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის სულ ერთიან, ფეხებზე მკიდიან, ამ შემდეგ. მე ეს ამბავი გია ძალიან განვიცადე. ისე განვიცადე, რომ მეტი როა შეიძლება. მეც ვიცი, რომ ასეთი ვარ. ერთი ცალი და არაორდინალური. მე ხომ არავის არ ვგავარ, საერთოდ არავის, არ ჩემ გავარ, არც იმას არავის არ ვგავარ, არ ჩემი გადაცემა არ გავს, სხვის გადაცემას, მით უფრო შენს გადაცემას. ჩემ გადაცემაში არის ბევრი სიყვითლე, ეპატაჟი, ვინტაჟი, ტრეში. ხო, ტრეში მევასება, იცით? ხო, მევასება. და ავიცი, ამის გამო თუ მე სიკვდილს ვიმსახურებ, ბოლოს მე მივიღე ერთი ესეთი ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. მე გადავწყვიტე, რომ სანამ ჩემი ორმო თვითონ მომძებნის მანამდე მე თავად მოვძებნი მას. და ვინ დამეხმარება ამ ყველაფერში საქართველოში ყველაზე უკეთ, რასაკვირველია გია ჯაჯანიძე. და მე ვთხოვ, რომ ამ ორმოს მოძებნაში შემე დამეხმარო. მე არამც თუ მოვძებნი ამ ორმოს, გავთხრი კიდეც. გავთხრი არა სიამოვნებით, არამედ ცრემლით და ბალღამით. ბევრს ვიტირებ. ისინიც მოკვდებიან, ვინც ეს საიტი შექმნა. ჯვარი წერია, კაცო. მაგრამ დავიწყოთ თუ არა რა თეთრი პროსტინა.